საღამო მშვიდობის ყველას, მოგესალმებით, აბა როგორ ხართ, მეგობრებო? მოვედი საჯაროდ ოღონდ, კითხვების გარეშე, მეგობრებო, მხოლოდ კითხვების გარეშე. მხოლოდ კითხვების გარეშე. საღამო მშვიდობის ყველას. აბა როგორ ვართ, მეგობრებო? გოგოებო და ბიჭებო, აბა როგორ ვართ? მეგობრებო, დღეს კი აკვირა, მაგრამ მე მაინც მოვედი თქვენთან, იმიტომ რომ არ ყოფილვარ ეს 2 დღეა. და მოვედი, მეგობრებო, რასთან დაკავშირებით მოვედი არ ვიცი, მაგრამ მოვედი. უკეთესად მინდა ვიყო, მაგრამ არ აუშავს. მე მოგესალმები, კითხვა-პასუხი არ იქნება, მეგობრებო. კითხვა-პასუხის გარეშე. ანა მარია, როგორ ხარ? მეგობრებო, აბა როგორ ჩაიარა დღე? წავიმღერე, წავიცეკვე და მოვედი თქვენთან, მეგობრებო. წავიღიღინე, რო იტყვიან და მოვედი. აი ესე. ხო. უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს. უღრმესი მადლობა, მეგობრებო. სულ ყოველთვის მუდამ დალოცულები ყოფილიყავით. რა ვიცი, ანა მარია, არ ამიშავს, მაგრამ ვერ ვარ. სად ვარ? სად ვარ და იქ, სადაც უნდა ვიყო. სახლში, ანა მარია. სამსახურში. მოგესალმებით ყველას, საღამო მშვიდობის მეგობრებო, როგორ ხართ, როგორ გიკითხოთ? იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. არ ვიცი რატომღაც, მაგრამ დროის კარტი ამომყვა. მეგობრებო, ასე რომ იყვეს აქ. ეთყობა ასე იყო საჭირო. საღამო მშვიდობის ყველას, მოგესალმებით, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. სულ დალოცულები ყოფილიყავით ჩემო ტკბილო მეგობრებო. ხო. არ ვიცი როგორ მოვიხერხებ დღეს თქვენთან ყოფნას, მაგრამ როგორმე მეგობრებო, ზურგი მტკივა, ამიტომ ცოტა ჯდომის პრობლემა მაქვს. როსანი მოსწავლე ვარ. შალვა, ვინ გაკადრა, შალვა? ორიელ, ვინ გაკადრა? მოკლედ, მე თქვენი ენერგიები მინდა წავიკითხო ახლა, მეგობრებო, ვინც ვართ, რამდენიც ვართ. ხო, აი როგორც ვართ, რამდენიც ვართ, აი ისე, მეგობრებო, ახლა დავიწყებ მე თქვენი ენერგიების წაკითხვას. და ვნახოთ აბა რას გვეტყვის. დანელია, უღრმესი მადლობა, მეგობრებო, უღრმესი მადლობა ყველას, გაიხარეთ, საღამო მშვიდობის. დანელია, როგორ ახარ, გოგო? მორგანა, უღრმესი მადლობა. მოკლედ, მეგობრებო, არ ვიცი, როგორღაც დავჯდე იქნებ და მოკლედ დავიწყოთ ჩვენი. მე მინდა ახლა წავიკითხო თქვენი ენერგიები. ხელებს არ გამოვაჩენ, იმიტომ რომ გითხარით, მეგობრებო, რომ აი ჩაწერილი ვარ, ამიტომ ხელებს ვერ გამოვაჩენ, ძალიან ცუდი სიტუაცია მაქვს.
თქვენი ენერგიები ვინ ხართ თქვენ? აი ვინ ხართ თქვენ? ხო. ვინ ხართ თქვენ და ადამიანები, რომლებიც დაიღალეთ. ადამიანები, რომლებიც ცისულელებით მაპატიეთ ეხლა რასაც ვამბობ, მაგრამ ხო, უნდა ვთქვა. ადამიანები, რომლებიც რაღაც ცისულელებისთვის იღლით გონებას მეგობრებო. მოდი ასე ვიტყვი. ხა. აი რაღაცნაირად ხართ კი. აი რატო ხართ ესე არ ვიცი, მაგრამ რაღაცნაირად ხართ კი. თქვენი ენერგიები. ხო, რაღაც რთულად გაქვთ საქმე. რაღაც რთულად გაქვთ საქმე მეგობრებო. სამართლიანობაზე საუბრობთ, ურთიერთობაზე საუბრობთ. ეს შეიძლება ყველაფერი იყოს გამოწეული ურთიერთობიდან. ურთიერთობაში, სადაც გაჩნდა ბზარი, ან გაჩენილია უკვე ბზარი და ეს ძალიან დიდ დისკომფორტს გიქმნით მეგობრებო. კიდევ თქვენი ენერგიები. ხო, თქვენ ყველაფერს აკონტროლებთ. კონტროლიორებად ხართ ეტყობა, ეხლა როლი მორგებული გაქვთ. კონტროლიორების მეგობრებო, მე ვარ ესე. არ მიგვირს. მე ვარ ესე მეგობრებო. 24 შვიდზე. აინტერესებს ეს ამბავი. ვინ, სად, რა, როდის, როგორ. ხო. აი ზუსტად ესე ხართ თქვენც. თქვენი ენერგიები კიდევ ერთი წუთით ვეკავდება. ხო, კიდევ თქვენი ენერგიები. თქვენი ენერგიები. კირჩხიბი მოვა. ბავშვებივით. აი გინდათ რომ იცით რა გინდათ მეგობრებო, თავისუფლება გინდათ, თავისუფალი ყოფა გინდათ. მოდი ასე ვიტყვი. აი დამამტკნა რა მეგობრებო, ნუ რა ვქნა მაპატიეთ. ეს არ არის ლამაზი, მაგრამ ნუ კიდევ კარგი არ მიყურებთ. კიდევ კარგი პირისპირ არ მიყურებთ მეგობრებო, მე რეები მემართება თქვენ არიცით. ხო. ამ დროს აი ესეთები მემართება. ხო, ისე რა მაგის პასუხია და მე ჩემი ჯვარი არ მაქვს აქ. ტრიფონი ეხლავე მეგობრებო, ჯვარის გარეშე როგორ შეიძლება? ხო, არ შეიძლება. მაპატიეთ ხმაურისთვის. აი ჩვენი ჯვარი მეგობრებო. ეხლა დავდებ მე აქ. აი ესე ეს აქ გამოსაჩენად. ესე უნდა იყოს ესე გამოსაჩენად. კი ბატონო. გავაგრძელებ. ჯვარი გვიფარავს და ჯვარი წყალობს. გავაგრძელებ. თქვენი ენერგიები მეგობრებო, თქვენი ენერგიები. სიცოცხლის დაბრუნების ხალისი გაქვთ. ნახეთ რა ხდება ეხლა აქ მეგობრებო. თქვენ ამბობთ რომ გინდათ ცხოვრების გაგრძელება, საკუთარ თავს პირობას აძლევთ. აი იმ შინაგან მეზს, შინაგან ბავშვს პირობა მიეცით რომ გააკეთებთ ყველაფერს ისე როგორც გაუხარდება აი ამ ბავშვს მეგობრებო. ამას ამბობთ. კიდევ თქვენი ენერგიები. ძალიან დაღლილები ხართ. ჯერჯერობით არ ვიცით რაზე გვაქვს გაშლა. თქვენი ენერგიები არის ესეთი მეგობრები, ოცნებების და მიზნების დასახვა. აი გინდათ რომ პერსპექტივაში თქვენი ცხოვრება შეცვალოთ. აი თქვენ ამ ყველაფერს ნაბიჯ აკეთებთ. ნახეთ ეს ბავშვი როგორც ქვევით იყურება და უყურებს თავის ნაბიჯებს აი ესე. არ მაქვს კითხვაზე პასუხი მეგობრებო, რა გავაკეთო არ ვიცი. არ მაქვს კითხვაზე პასუხი. არ მაქვს მეგობრებო კითხვაზე პასუხი. ძალიან დიდ ტკივილს გაყენებთ ადამიანების ზოგადად იცი თქვენი ენერგიები რა არის ახლა მეგობრებო კეთვით. თქვენ სირგლით ძალიან ბევრი ჭორი ტრიალებს. მოდი მინდა გითხრათ ეს. ძალიან ბევრი ჭორი ტრიალებს თქვენ სირგლით და თქვენ ეს გავიზიარებთ. არ უნდა მიაქციოთ მეგობრებო ამას დიდი ყურადღება. ამას თქვენთვის დიდი მნიშვნელობა არ უნდა გქონდეს. ნახეთ. ზოგადად, როდესაც თქვენ ზეჭორავენ, ეს პირიქით უნდა გიხაროდეთ, რომ აჰა, ესე იგი, სასურველი ადამიანი ვარ, ესე იგი, ხო რა, ანუ
აი ეს მომეწონა. აი ეს უკვე მომეწონა, ხო. დოიჩი მომეწონა კი. ხო, ნახეთ. ნახეთ მეგობრებო. თქვენ გაქვთ ისეთი რაღაცა ზოგადად თქვენ ამჭორებს არ ყვებით. აი ნახეთ. არ ყვებით მეგობრებო. ეს თქვენ არ გაინტერესებთ, ეს თქვენი აღარა ამბობთ. მე არ მედარდება ვინ რას იტყვის, ვინ ვის იფიქრებს, ვინ რას მოიფიქრებს, ვის რა უნდა. აი დარდი ვამბობთ. ხო, ზუსტად დანელია, ზუსტად მანდ ვართ. ხო, ესე იგი ჩვენ ვართ რაც ვართ და იჭორავონ. აი ზუსტად. კიდე მეგობრებო. კიდევ რაო. ხო. აინტერესებთ ადამიანებს, მეგობრებო, სად ხართ, როგორ ხართ, რა შვებით, რითი ცოცხლობთ, რითი არსებობთ. ყავთ თუ არა ვინმე, აი რა სჭამთ, რა გაცვიათ, ანუ ხო ხდებით. ყველაფერი აინტერესებთ. ყველაფერი. ქმარი ყავთ თუ საყვარელი, თუ რა, თუ იქ ხართ, თუ აქ ხართ. ანუ ყველაფერი აინტერესებთ თქვენს ირგვლივ მყოფებს. მაგრამ ვერ გაგტეხეთ ძონძები. ვერ გათქმევინეს მეგობრებო. აი თქვენ იცით ეხა როგორ ხართ, განდეგილის სიტუაციაში ხართ. არავის არაფერს უყვებით, არავისთან არ საუბრობთ, არავისთან არ მეგობრობთ, ძალიან ნაკლებად თუ მეგობარი ყავთ ზოგიერთებს. ხო. მე რატო დამაწყებინა მტკნარება, თვალია ეს მეგობრებო, თვალი მამტკნარებს, მე აქ რომ მომდივარ, სულ მამტკნარებს, სულ მეგობრებო. სულ მამტკნარებს, გეუბნებით, კიდევ კარგი ვარ ჩანვარ სახით, თორე რამდენი იტყვის რომ მე რამდენი მეგობრებო მომაძახებს იქნებ რომ მე წადი და დაიცინეო. არა და არ მეცინება, ეს ძილის არაა მეგობრებო. მე შეიძლება აქ არ ვიყო, მაგრამ არ მძინავს. გვიანობამდე ვარ ხოლმე, კი თვალი გვაქვს, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მეც და მეწყო, კი. თქვენი ენერგიები. რთული სიტუაცია. რა თქმა უნდა, მორიელ. რა თქმა უნდა. მოკლედ მეგობრებო, რა ვთქვა, არ ვიცი, ძალიან ისეთი სიტუაცია გაქვთ ზოგიერთებს. ვაიმე, მოუკვდი მეგობრებო, ვიღაცას მაგარი თვალი აქვს, ოღონ სერიოზულად მეგობრებო. ესეთი ჯერ არ მომხდარა. გოგოევა. ანა მარია პირდაღებული არ დარჩე. სახელისაძისა მამისა ღვთისა მეგილოცა მოიცადე როგორა და მაგსა სახელისაძისა მამისა ღვთისა ლოცვა ნათვალებისა. დავიწყო მეგობრებო? მეგობრებო დავიწყო? ბოლოს შეგილოცავთ მეგობრებო, ბოლოს როგორც მახსოვს, აი ისე შეგილოცავთ. ბოლოს იყოს მაგი. კარგით, გავაგრძელებ ეხლა თქვენი ენერგიები. ბოლოს შეგილოცავთ მეგობრებო. ბედზე ხართ უკვე დამოკიდებული. ანუ ნახეთ, თქვენი ენერგიები, ბედის ბორბალი როგორც დატრიალდება. კი, აი ისე იქნება მეგობრებო. კი, დღეს შეგილოცავთ ბოლოს, ლაივის ბოლოს მეგობრებო. დანელია რა არის ახლა ეს? რა ცუდად გახტომები მომიწყო ახლა აქ ქალო? ამისთვის გცალია? მეგობრებო, რაღაცნაირი არეულები ხართ ისე კი, აი ამას დასტებიც ამბობს, რომ რაღაცნაირი არეულები ხართ მეგობრებო. მამტკნარო თუ გისმინო, ორივე ანა მარია. ყველაფრის კეთება შენ არ იცი? ყველაფერში კი არ ხარ? დოჩი ამბობს, იძირება გემი, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. რა თქმა უნდა. გემი როცა იძირება, თქვენ რა უნდა გააკეთოთ? ამ დროს მეგობრებო, უნდა მოშორდეთ, რომ არ ჩაგიყოლიოთ. ხო. აი, რაღაც შემიძლია დანელია სასწაული ხარ.
ხო, მეგობრებო, ეხლა მოდი ჩაიფიქრეთ თქვენი პარტნიორი. ალეო. ხო. ჩაიფიქრეთ ეხლა თქვენი პარტნიორი და მოდი გავარკვიოთ ეხლა რა ხდებოდა მასთან დღეს. როგორი იყო მისი ენერგიები დღეს. ხო, პარტნიორი, მეგობრებო, პარტნიორი, ჩაიფიქრეთ, აბა ჩაიფიქრეთ. რაცხა სასწაულად იყო თქვენი პარტნიორი, ძალიან მეგობრული, ძალიან ერთგული, უკვე მიწასთან ახლოს. თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი, მეგობრებო, ტრანსფორმაციას გადის. ხო. ტრანსფორმაციას გადის, ნახეთ, ტრანსფორმაციას გადის, აქამდე თუ დაფრინავდა ღრუბლებში, ეხლა მიწაზე დაეშვა თუ დაენარცხა, არ ვიცი, მაგრამ ხო, რომელიღაცა არის. კი ბატონო. არის ძალიან დამსხრეული და დამტრეული. კი, გლახად დაეცა, მეგობრებო, მინდა გითხრათ, სასწაული მისი დღე. საცოდავი მისი დღე. ასე ადვილია, რომ იუზერ ბოდიში, მაგრამ ასე ადვილია, გავლა ტრანსფორმაციის, მეგობრებო. ტრანსფორმაციას ზოგიერთები დიდი ხანი გადის. მინდა გითხრათ. ხო, შეიძლება კიდევ მისი ენერგიები. მეგობრებო, ნუ რა ვქნა? მისი ენერგიები. რაღაც არ ჩანა კარგად. ხავ შემიძლიებდი. მეგობრებო, ერთი წუთით ამას ჩავაკრებ ხა ქვედაშუქს მე. მე მგონი ესე ჯობია, ხო? ხო, მეგობრებო, მისი ენერგიები ნახეთ. ნახეთ, როგორია მისი ენერგიები. ეს ადამიანი რაღაცის მოლოდინშია. ეს ადამიანი სიყვარულის მოლოდინშია. ამბობს, რომ ძალიან ვიერთგულებ. ეხლა არ გამომიხტეთ აქ. ახლა არ შემომიხტეთ აქ ტელეფონში. ისეც არ მაქვს ადგილი, მეგობრებო, თქვენი. ხო. ეს ადამიანი ძალიან სიყვარულის ენერგიებში იყო, მოლოდინის ენერგიებშია. იმედი აქვს ამ ადამიანს, რომ რაღაც შეიცვლება. თქვენ განსხვავებულები ხართ, მეგობრებო. თქვენ შორის სხვაობა, ასაკობრივი, მენტალური, ფიზიკური, შეიძლება იყოს სოციალური, რელიგიური, მე მგონი თქვი, ხო. კიდევ საცოდავი მისი დღე. ეს ადამიანი ძალიან დაიღალა, მინდა გითხრათ და ნახეთ, ესეც ბედზეა მინდობილი. დღეს რაღაცნაირად არეულები ვართ, ხო, მეგობრებო? თუმცა დიდი გულით და დიდი სიყვარულით. დრო. ეს ადამიანი დროს უყურებს, დრო. აი დრო იწურება, დრო გადის, დროს ვერ ითვლის, ქვიშის საათი, ხო იცით, ხა ეს უკვე იწურება? დრო იწურება? აი, მეგობრებო, უბრალოდ შეხედეთ ახლა. აი, შეხედეთ. დრო. ხო, ვინც რით ვერ ამოეწურაო, ეგ დრო. დროს მიეცით დრო, მეგობრებო, რა დროის ამოწურვაზე ლაპარაკობთ. ხო, დრო. ამ ადამიანს ეს ადამიანი ელოდება დროს. ეს ადამიანი მინდობილია ბედის ბედზე. ეს ადამიანი მინდა გითხრათ, აი გეუბნებით, რაღაცის მოლოდინში არის, სამართლიანობის. ამ ადამიანს ძალიან უნდა რომ გაგაოცოთ, გაგაკვირვოთ, თითქოს რაღაცები მოგიწყოთ, თითქოს რაღაც საჩუქარი გაგიკეთოთ, თითქოს რაღაც დავალებას აძლევს საკუთარ თავს და საკუთარი პრინციპებით მოქმედებს, თუმცა სამართლიანად. ეხლა მე არ ვიცი, ეხლა თქვენი ეს რამდენად თქვენთვის მისაღებია, ეხლა ჩემი მოყოლილი ამბები აქ. ხა. დაჭი. როდის აღდგება პირისაგან მიწისაო. ელოდეთ ამ ადამიანის მოქმედებას, მინდა გითხრათ,
ელოდეთ ამ ადამიანიდან მოლაპარაკებას, ეს ადამიანი ფიქრობს როგორ მოგელაპარაკოთ, როგორ გამოვიდეს კონტაქტზე, როგორ რაღაცა შეგითანხმდეთ, კი აუცილებლად ეს ასე იქნება მეგობრებო, იმიტომ რომ ეს ადამიანი ელოდება თავის დროს. სასწაული გათვალულები ხართ უბრალოდ. სასწაული გათვალულები ხართ მეგობრებო. თვალი გაქვთ. თამუნა 30 წლის არ მაქვს პირადი კითხვები. ელოდეთ მოკლედ ამ ადამიანისგან მეგობრებო მოლაპარაკებებს, ელოდეთ. ეს ადამიანი დროს ითვლის უკვე, ნახეთ, დროს ითვლის თქვენთან მოსასვლელად. ეს ადამიანი დროს ითვლის თქვენთან დასაახლოვებლად, კონტაქტზე გამოსასვლელად, ძალიან გაფასებთ, ძალიან უყვარხართ, ძალიან მეგობრული და ისეთი სიყვარულით სავსე ის აქვს თქვენს მიმართ ამ ადამიანს, ასე რომ თუ ეს ყველაფერი თქვენთვის მისაღებია, დარჩით და გავაგრძელოთ ერთად ეს ყველაფერი მეგობრებო. თუ არა და ამსქროლეთ. ამსქროლეთ მეგობრებო, არ მეწყინება. არ მეწყინება ჩემო ძვირფასება. არეულები ხართ დღეს კი. დღეს ხართ არეულები. რა მოხდა დღეს არ ვიცი ასეთი, მაგრამ ხა, დაბნეულობას აქვს ადგილი. მინდა გითხრათ. მეგობრებო, დღეს რაზე გვექნება გაშლა არ ვიცი, მაგრამ მოდი ამოვიღოთ ამ ჩვენი ელასტიკებიანზე გვექნება გაშლა დღეს. როგორც ჩანს. ერთი რა უნდა ამ ადამიანს უნდა ვკითხო მეგობრებო. აი რა უნდა ამ ადამიანს უნდა ვკითხო ერთი. რით ვერ გაიხადა ელასტიკები და რით ვერ ჩაიწვა ნორმალური შარვალი. ძალიან მაინტერესებს. ხა. გაუბრაზდი უკვე. ღმერთო. ხომ წაგვაქცია მისმა ელასტიკებმა. ჩემი ელასტიკები არ მყოფნის აგიდა მემატა კიდე მეგობრებო. საფიგრალად. ხა. რა თქმა უნდა. უხდება ისე კი? ისე ამ პონჩი უხდება კი. თან ძალიან უხდება. რა ვარია გამობრანჯული? მე-18 საუკუნის იმასავით რა ქვია? მეგობრებო, რა სიტყვით? დეკოლტე ჩაიცვას, არა, დეკოლტე არ მოუხდება, მაგრამ ელასტიკები რა ვარ თქვა, მაგრამ უხდება. ხა. ელასტიკები უხდება კი. მეგობრებო, რატომ არ მოგილოცათ? რატომ არ მოგილოცათ ამ ელასტიკებიანმა მაგალითად ეხა უნდა დავსვა ასეთი შეკითხვა პირდაპირ შეტევაზე გადავდივარ. რატომ არ მოგილოცათ ვალენტინობა? ხა, რატომ არ მოგილოცათ ვალენტინობა? რა იყო ამის მიზეზი? პრობლემები საბუთების, პრობლემები სამართალთან, პრობლემები ოჯახში, პრობლემები ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური, მორალური, ფიზიკური და მთელი რიგი ჩამონათვალია გამსაცოდავს. პრობლემები. ეს იყო მისი დაბრკოლება. ან გაიგებდით, ან გაიგებთ მის პრობლემებს. გაიგებთ მეგობრებო, მალე გაიგებთ. ბევრი შემთხვევაში უცხოელი ადამიანი და ზოგიერთებთან შეიძლება იყოს უცხოეთთან დაკავშირებული გზაც, მანძილი. ხა, კიდევ. რატომ არ მოგილოცათ? ეს სულ პრობლემებშია. ეს მოიცადე? პრობლემურაა, ეს ადამიანი პრობლემურა ქვია ამ ადამიანს. ხო, არ დააქცევდა. კიდევ, რატომ არ მოგილოცათ? თუმცა იხედებოდა თქვენსკენ მეგობრებო, მაგრამ დააქცია ეთყობა.
ირაკლი 20 ლარი მასოსხე აღარ შემიძლია აღარ შემიძლია ხა რა თქმა უნდა აბა რას ფიქრობ ახლა შენ ხა თქვენგან ელოდებოდა კი თქვენგან მეგობრებო ისე იხედებოდა კი ხوار მიწერეთ სულ აკვირდებოდა ეთყობა ინტერნეტში ხوار მიწერეთ სადმე ხوار დაეკონტაქტეთ ან რაიმე მსგავსი ელოდებოდა კი ნახეთ როგორ დგას და როგორ ელოდება კი რატომ არ მოგილოცათ მეგობრებო აი რატომ არ მოგილოცათ ვალენტინობა იოცნებობ და საცოდავი თქვენ როდის მიწერდით ნახეთ მეგობრებო ნახეთ ფანტაზიებში და ილუზიებში წარმოიდგენ და ეხლა რას უყურეთ ნახეთ ეხლა მოუყვები მართლა ცოცხალ ზღაპარს მოუყვები ნამდვილ ზღაპარს მეგობრებო ეს ადამიანი იჯდა და ელოდებოდა ღობესთან რომ როდის მიწერდით როდის გამოჩნდებოდით ესე როგორ გამოანათებდით ვარსკვლავებივით და მიულოცავდით სიყვარულის დღეს ჩეებსა ისტორიებში ხო ჯერ თვითონ რო არ გილოცავს და მე აქეთ რო გელოდება მეგობრებო ხო ასე ხართ ეხლა ხო რას უნდაბლობა ჩახმალული, ჩახანჯლური, ჩანიორწყალებულია მეგობრებო. არც მაგით დაგიშავდება ხათათო. ხო, რა მარტი რომ მიულოცო, არც მაგით დაგიშავდება. ხო, რა პრობლემაა? ხო, კიდევ. ხა, აბა რა? დარჩა მოტყუებული მეგობრებო. დარჩა მოტყუებული, თავი მოიტყუა ამ ადამიანმა. გელოდებოდათ თქვენ და დარჩა მოტყუებული. რა თქმა უნდა, ეხლა ამას ორი აზრი არა, ჩვენ აქ აბარისთვის ვართ ეხლა აჭყუათ ვარ ვისწავლეთ. აქ ახლა ჩვენ ხوار თამაშობთ არა? მე ყოველთვის ვიცი თქმა მეგობრებო. აქ მოსმენილი და გაგონილი ამბავი აიღეთ სასიკეთოდ, ხო და ვღებულობთ სასიკეთოდ. ხა. დარჩა პირში წყალგამოვლებული, ჩალაგამოვლებული თვითონ. არა ბიჭოს. აბა ჩვენ რისთვის ვართ ახლა აქ? მართლა კონცერტებს კი არ ვატარებთ სპეციალურად ჩვენ. ამაუყურე ერთი? ხა. კიდევ რაო? კიდევ რაო? ხო მეგობრებო, ეს ადამიანი რაღაცა გადაადგილდება, ეს ადამიანი გზაშია, ამ ადამიანს აქვს პრობლემები, ამ ადამიანს აქვს შეფერხებები, დაბრკოლებები. ეს ადამიანი ხშირად გადაადგილდება. კი ბატონო, ესეც შეიძლება. ყავს თავისი ტრანსპორტი. კვერთხების რაინდი, მინდა გითხრათ. ხო, ნუ რა ვიცი ახლა, ვინ რა და ვინ რა. ხო, ნუ რა ვიცი. მეგობრებო, ეს ადამიანი ხშირად გადაადგილდება, მინდა გითხრათ კი. ეხლა აქვს ძალიან ბევრი პრობლემები. ამ ადამიანს შეიძლება უწევდეს ახლა კამათით, ჩხუბით. დაპირისპირებები, შეფერხებები ამიდანაც აქვს. ზოგადად, როდესაც ადამიანი კონფლიქტურია, იმ ადამიანს ყოველთვის აქვს შეფერხებები და დაბრკოლებები, მეგობრებო. არაფერი ისე არ მიდის, როგორც საჭიროა. არ ვიცი დანელია, შეგიძლია მიწერო და მოიკითხო, საჯანდაბაში დადიხარო, ესე პირდაპირ გაჭრილად კითხე. ხა. რა ხდებოდა მასთან? მოდით მეგობრებო, ვკითხოთ აბა. აი რა ხდებოდა მასთან? მოგონებები წარსულზე. განადგურებულია. მყარზე ვენოკია, მოიკითხეთ ერთი ცოცხალია? რის ფასად უჯდება ეს? რაღაცა დიდი სირთულეები აქვს მეგობრებო, მინდა გითხრათ. ამ ადამიანს სერიოზულად აქვს პრობლემები.
ჩაკეტილობას ვხედავ, უმოძრაობას ვხედავ. შეიძლება მართლა გქონდეს ჯანმრთელობის და ფსიქოლოგიური პრობლემები. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ტრანსფორმაციას გადის, ესეთია. ძალიან რთულია მეგობრებო, იცოდეთ. შავი ლენტი არ დევს ჯერ ფეისზეო. ხო, ეს Facebook-ი ხო საერთოდ არის ეს კი, ცნობათა ბიურო. ესე იგი, რას ამბობს, იცით მეგობრებო, ჩემთვის შეუფერებელი სიტუაცია მაქვს ამბობს. და იმიტომაცვე ელასტიკები ვაბა, კაი სიტუაცია რომ მქონდესო, შარვალ კოსტუმს ჩავიცმევო, კოსტუმა ვიქნებიო და ეხლა ელასტიკა ვარო მეგობრებო. საცოდავი მისი დღე. ლენჩი. ლენჩი მეგობრებო. ბუმერანგმა დაეწია არა მიეწია ზურგში. მეგობრებო, მოდი ახლა მე მინდა ვკითხო თქვენზე საერთოდ რას ფიქრობთ? გრძნობა აქვს? გრძნობა აქვს? მანც არ იცი, საერთოდ გრძნობა რა არ იცის მეგობრებო? ამ ადამიანმა სიყვარული რა ხილია არ იცის. ხა. არ ქონია, არ გაუგია ჯერ. სიყვარულის ხილი არ უჭამია ჯერ მეგობრებო. არ იცის როგორია, რანაირია, რა სიტკბო აქვს, მწარია, მჟავია, მლაშია, მარილიანია, არაფერი არ იცის. ხო, არ იცის მეგობრებო, ვაშლი, სიყვარული რა ხილია არ იცის. კიდევ დანაკარგები აქვს. აბა რა, ადამიანმა რომელმაც სიყვარული არ იცის მეგობრებო, დაკარგულია მისი საქმე, მისი ცხოვრება დაკარგულია, მისი გზაკვალი დაკარგულია, ვისაც არ შეუძლია სიყვარული, ხო, მეგობრებო, იმის ცხოვრება დაკარგულია. ხო. დანაკარგებშია, რა თქმა უნდა. რამდენჯერ, ნახეთ, რამდენი თასი ამოყირავებული. ხედავთ, ხო? რამდენი შანსი მიცა სამყარომ და ჯერაც ვერ ხდება კიდევ როგორია სიყვარული. რა სიყვარული რის სიყვარული? ხო. ხო. ამ ადამიანს ეხლა არ ესიყვარულება, მინდა გითხრათ. ზოგადად ამ ადამიანს ეხლა არ ესიყვარულება მეგობრებო. არა აქვს სამაგისო საქმე, მინდა გითხრათ. სერიოზულად გეუბნებით, რაღაც პრობლემები აქვს, იქნებ თქვენ არ იცით რა პრობლემებიც აქვს. არ იცით ალბათ, ზოგმა შეიძლება იცის და ზოგმა არ იცის. ხო, ღირსია ეს ერთია რომ ღირსია, შეიძლება, მაგრამ ძალიან დიდ სირთულეებს გადის მეგობრებო ეს ადამიანი, მინდა გითხრათ. რა თქმა უნდა, ეხლა თავის თავს უნდა დააბრალოს, აბა ახლა მე ვერ დამაბრალებს და შენ. არა, კითხვაზე პასუხები არ მაქვს. თუმცა ნახეთ, ამბობს რომ გადაწყვეტილების წინაშე ვდგავარო. მეო, ნახეთ რას ამბობს მეგობრებო. უფალს ვევედრებიო გზასო დახმარებასო. თუმცა მეგობრებო, ნახეთ, ეს ადამიანი ამბობს, არსად არ წასულა, მე არსად არ წავსულა რომ ამბობს. მე აქვე ვარო. ხო. ამიტომ მეგობრებო, გადაწყვეტილების წინაშე დგას ეს ადამიანი, თუმცა ყოველთვის გიყურებდათ. ეხლაც გიყურებთ შორიდან, ხის უკანა იმ ხის, აი თქვენთან სადმე ხე თუ ახლოს, იმ ხის უკანაა მეგობრებო ამოფარებული და იქიდან გიყურებთ. ეხლა მართლა არ გახვიდეთ გარეთ და იმ ხეს ყურება არ დაუწყოთ. ხო. იმედი მოიცადე? როგორაა? იმედი ბოლოს კვდებაო, ხო იცით მეგობრებო, ზოგადად ხო, ყოველთვის ვებღაუჭებით იმედს. იმედი ღმერთმა არავის არ დაგიკარგოთ. მე არასოდეს არ ვკარგავ იმედს, სხვათა შორის. ხო, ხა ამ ადამიანზე მე თავს ვერ დავდებ, თუმცა
ხო, თუმცა მეგობრებო, ეს ადამიანი ყოველთვის გითვალთვალებთ, თქვენთან ბედნიერია, ის ურთიერთობა რა ის დრო რაც გქონდათ ერთად, რაც გაქვთ გატარებული, როგორიც არ უნდა იყოს, თვითონ ამას ყველაფერს იხსენებს ძალიან ბედნიერად. ხო, ერთად თქვენც ასევე, თქვენც მასთან ერთად გქონდათ ისეთი დრო, რომ იყავით კარგად კი, ანუ თქვენი ურთიერთობა ესე მარტო ერთი იყო კარგად ან მარტო მეორე, არა, ორივე კარგად გრძნობდით თავს ერთად. ხო. თუმცა გქონდათ ცოტა რაღაცა, შეიძლება წაკამათებასავით წაიკამათეთ. რაღაც წაკამათება იყო შეიძლება კი, ну ისე უმნიშვნელო რა. ეხა ესე არ ჩაბმულ ხართ, მაგრამ ხო, შეიძლება რაღაც აზრთა სხვა, იმიტომ რომ განსხვავებულები ხართ, მეგობრებო, ზოგიერთები. ხო, ამიტომ თქვენი იცი როგორაა? აი ერთი წუთით ეხა მინდა როგორ მინდა ზუსტად თქვა. იცით რა ხდება, მეგობრებო? აი ზუსტად მინდა ის სიტყვა ვთქვა, რომ აი აზრთა სხვაობა ხდება რაღაცნაირად, ამიტომ გქონდათ შეიძლება შეუთავსებლობა რაღაც ხასიათის, ხო, ზოგჯერ შეიძლება გქონდათ, თორე ერთად როცა ხართ კარგად. კიდევ რას გვეტყვის? თუმცა გავიმეორებ, რომ გადაწყვეტილების წინაშე დგას. გადაწყვეტილების წინაშე დგას ეს ადამიანი. მოდი ვკითხოთ ახლა, თუ მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენსკენ. ეს ელასტიკებიანი, კი, მეგობრებო? კი, ამბობს კი. იცით რას ამბობს? თქვენს გამოკამათობს ეს ადამიანი სადღაც. ეს ადამიანი თქვენ გამოკამათობს, მეგობრებო. თქვენ იქნებ არ გჯერავთ ახლა მე რასაც გეუბნებით, მაგრამ არასოდეს ტყუის კარტი იცოდეთ. აი ნახეთ, ეს ადამიანი თქვენ გამოკამათობს, თუ სახელდობრ სახელად არიციან თქვენ რო ხართ, ხო, ეგ სხვა ამბავია, მაგრამ იციან რომ ვიღაც არის და ეს ვიღაც თქვენ ხართ. ხო, ეხლა ვისთან კამათობს, მე ვერ გეტყვით ამას, მაგრამ ვიღაცასთან კამათობს. ეს ადამიანი ეცდება თითქოს და რაღაც სიტუაციის გამოსწორებას, იმიტომ რომ ნახეთ რას ამბობს, ვიბრძოლებ მანამ სანამ არ გამომივა ყველაფერიო რა, ანუ ხო, მეგობრებო, თქვენს ამას ელოდებით. თქვენ, ბევრი თქვენთაგანი ამ ადამიანს ელოდებით, მეგობრებო. თუმცა მან იცის რომ თქვენ მას ელოდებით კი. და ამბობს იმას, რომ მე ვიბრძოლებ ჩვენი ურთიერთობისთვის. მე ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ურთიერთობისთვის. მე დავიცავ ამ ურთიერთობას. აი არ ვიცი, მაგრამ ესეთი სიტყვები მომდის. მე შენ გამო ვიკამათებ, მე შენს გამო ვიბრძოლებ, მე ვიბრძოლებ ამ ურთიერთობისთვის. სასწაული თუ გინდოდეს. მორიელ არ დალიო მეტი. მორიელ, მეტი არ დალიო. ხო, რა თქმა უნდა, მორგანა. გეთანხმები მაგაშიც. კი, ნახეთ, აქაც ბრძოლის კარტი. კი, ნახეთ, აქაც ბრძოლის კარტი. ნებით იცოდეთ. ეს ადამიანი ყველანაირი ხერხის გამოყენებით ეცდება თავისი მაინც გაიტანოს. ყველანაირში რა შედის, ეს ბევრჯერ აქ განვიხილეთ და ვიცით რა შედის. ყველანაირ ხერხს გამოიყენებს. ძალიან ბევრ შესაძლებლობებს გამოიყენებს. ისეთ რამეებსაც გამოიყენებს, რაც თქვენ ვერც წარმოგიდგენიათ ზოგადად. ხო.
კიდევ ბალანსი. პირველ რიგში რასაც ეცდება ბალანსია. მეგობრებო, ეს ადამიანი თუ კი ზოგიერთებთან შეიძლება გათამაშდეს პატიმარიც, მეგობრებო. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხართ და ვიღაცასთან პატიმარი შეიძლება იყოს და ეს თუ კი ანუ ეს პატიმარის სიტყვა მივა თავის ადრესატთან, ვისაც ჭირდება ამის მოსმენა. ეს ადამიანი თუ კი პატიმარია, მეგობრებო, ვინმეს ზოგადად ვიზეც გაქვთ ჩაფიქრებული, ხო ძალიან ცუდად გრძნობს თავს. შეიძლება კონდეს შინაპატიმრობა და შეიძლება კონდეს პირდაპირი მნიშვნელობით პატიმრობა. პატიმრობაში იმყოფებოდეს შეიძლება ვინმე, რომელიმე თქვენთაგანის პარტნიორი, ასე რომ ხო ყველანაირი ხერხის გამოყენებით ეცდება პატიმრობიდან გამოსვლას, თავის დაღწევას, ხო რაღაც სიტუაციის შეცვლას, მაგალითად, ხო ამისთვის ვიბრძოლებო ამბობს, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებო. ეს იმათთვის განსაკუთრებულად ვისი ჩაფიქრებული ადამიანიც პატიმრობაში იმყოფება, მეგობრებო. იმიტომ გავამახვილე ყურადღება. მორიელ, შენ თავზე რატო ღებულა ყველაფერს? აქ ბევრი რამე შენზე არა, რო იცოდე ისე. შენს თავზე რატო ღებულობ, ადამიანო? ხო, შეიძლება დედის პატიმრობაშიც, შინაპატიმრობაში, კი, მეგობრებო, ანუ ხო ხვდებით, მე მგონი ძალიან კარგად მიხვდით, რაც ვიგულისხმე, ხო. ზოგი არის გადატანითი მნიშვნელობით პატიმრობაში და ზოგი პირდაპირი მნიშვნელობით პატიმრობაში. ოჯახური სიტუაციაც ერთ-ერთი პატიმრობის ნიშანია, კი ბატონო. უბრალოდ თქვენი სიტუაცია უნდა აიღოთ, კიდევ. ოჯახი, ამ ადამიანს ძალიან უნდოდა თქვენთან ოჯახი. ნახეთ, ქვემოდან ტყუილების და ნეგატივის კარტია. გეტყვით ეხლა ბევრ რამეს გეტყვით, მეგობრებო. ეხლა უბრალოდ დაუკვირდით, რასაც ვიტყვი. ამ ადამიანს უნდა ოჯახი შექმნა. თუ თქვენ დაგეგმილი გქონდათ ოჯახი, ამ ადამიანს უნდა რომ ეს ოჯახი შეიქმნას. ამბობს რომ ამ ყველაფერზე იმუშავებს და ამ ყველაფერზე იზრუნებს. თუ გქონდათ უკვე ოჯახი, ოჯახში დაბრუნება უნდა და ამ სიტუაციაზე მუშაობა უნდა. ნებისმიერ სიტუაციაში, რა სიტუაციაშიც არ უნდა იყვეთ, მეგობრებო, დაგპირდათ, თუ გქონდათ, თუ სურვილი გაქვთ, აწი, ზოგადად, ეს ყველაფერი ამ ადამიანსაც უნდა. ხო. უყურეთ, თუმცა ამბობს იმას, რომ აქ რაღაც ვერ არის. აქ შეიძლება იყოს მაგია, შეიძლება იყოს ნეგატივი. აი თვალი ვთქვით წეგან, ძალიან ბევრმა თქვა რომ ამთქნარებდა, მეგობრებო. აი ახლაც, აი მეგობრებო, ძალიან ცუდი ნეგატივია თქვენს ურთიერთობაზეა თუ ამ თვითონ ამ ადამიანზეა, ეს გამოსაკვლევია კიდევ, მაგრამ იცოდეთ რომ ნეგატივი არის კი. ხო, კიდევ. რას გეტყოდათ? და ვიწყებ ახალსო ამბობს. თვითონ ამბობს რომ მე მინდა ახალის დაწყება. ნახეთ მეგობრებო. ეხლა რასაც გეტყვით, უბრალოდ კარგად დაუკვირდით. ნახეთ რას ამბობს. მინდა რომ სამართლიანად დავიწყო ახალი. ეს უსამართლობა მინდა დავასრულო. აი ეს უსამართლობა მინდა დავასრულო. ამბობს ნახეთ. აი მეგობრებო, უბრალოდ შეხედეთ. სიახლეები, უსამართლობა და პასუხისმგებლობა. ხო. აი თქვენზე რას ფიქრობს, მაგალითად მეგობრებო. აი რას ფიქრობს თქვენზე, მისი ფიქრები თქვენზე რა არის?
როგორია მისი ფიქრები თქვენზე როგორია? მისი ფიქრები თქვენზე როგორია? თვითონ ამბობს, რომ ტრანსფორმაცია ურთიერთობაშია. მისი ფიქრები როგორია, მეგობრებო და ამ ადამიანმა გზიდან გადაუხვია. ეს იყო საყვარელ ადამიანზე ფიქრი. უყურეთ, ახლა რა ხდებოდა აქ მეგეთყვი. ბევრი შემთხვევაში იქნებოდა ის, რომ არჩია მშობლები, არჩია დედმამიშვილი, არჩია სამსახური, არჩია კარგი ცხოვრება, მისი ცხოვრება, მისი ფუფუნება, ყველაფერი არჩია თქვენს გარდა. ამას ამბობს თვითონ. ხო. ყველაფერი ვარჩია შენს გარდაო. ამიტომ ვარ ტრანსფორმაციაში. ვაიმე მეგობრებო. აუ დედა. ხო, ამიტომ ვარ ტრანსფორმაციაში მეგობრებო. კიდევ რას გვეტყვის? კი, მიხვდა, კი მეგობრებო. მიხვდა, როგორ არ მიხვდა, გააზრებული აქვს. კი, უყურეთ, ძალიან უპატიოსნოთ მოგეკეციო, ძალიან უსამართლოდ მოგეკეციო. ზოგს მართლაც უპატიოსნოთ მოგექცათ. უპატიოსნობაში იგულისხმება ღალატი, აი უნდობლობა, აი თავმოყარეობა რო შეგილახათ. ხო, აი ხო ხვდებით, არა ხა ყველაფერს ხო არ ვიტყვი აქ, მეგობრებო. ზოგს მხოლოდ მოდი პირდაპირ ვიტყვი, ზოგს მხოლოდ საყვარლობა შემოგთავაზათ და პასუხისმგებლობა არ აიღო, ჩრდილში გამყოფებდათ. აქ სამკუთხედში ხართ, მეგობრებო, გაქანებულ სამკუთხედში ხართ. მორიელ თუ არ გაჩერდები, დაგამუთებ ახლა. მხოლოდ რომანტიული ინტერესები ქონდა მეგობრებო ამ ადამიანს, არანაირი სერიოზულობა არ ქონია. მორიელ შენს გარდა მილიონი ადამიანი უსმეს ამას. ასე რომ, ძალიან გთხოვ. კი ბატონო, გეთანხმები დავით. ხო, ამიტომ მეგობრებო, ეხლა ეს ადამიანი იმყოფება. ეს ადამიანი იმყოფება ტრანსფორმაციაში. და ვის უყვები ამ სიმართლეს მორიელ? ხომ არ მეტყვი? შენ შენებური სიმართლე გაქვს, ყველას თავისებური, შენს გარდა აქ 47 ადამიანი მისმენს. ხო, ყველასთან არის სხვადასხვა მეგობრებო. ეს არ უნდა იყოს საწყენი. რას გეტყოდათ? კიდევ რას გეტყოდათ მეგობრებო? მეგობრებო, რას გეტყოდათ? რას გეტყოდათ? გეტყოდათ იმას, რომ მის გვერდით გხედავთ ეს ადამიანი. მართალია თქვენ უკვე აღარ უყურებთ, მაგრამ ეს ადამიანი გიყურებთ კი, ნახეთ? სულაც დააკვირდით როგორ ხართ. თქვენ აღარ უყურებთ მას, მაგრამ თვითონ გიყურებთ. რა თქმა უნდა მორგანა, რა თქმა უნდა, ყველას თავისებური სიმართლე, ყველას ურთიერთობა სხვადასხვა მეგობრებო. ეს არც უნდა იყოს საწყენი. ხო, ამიტომ ეს ადამიანი თქვენ გიყურებთ, მაგრამ თქვენ უკვე აღარ უყურებთ მას. ამ ადამიანს უნდა ბალანსი ურთიერთობაში. სრულყოფილება უნდა ურთიერთობაში. ხო. ბალანსი და სრულყოფილება უნდა ურთიერთობაში კი. უნდა ერთია. უნდა ერთია. რას გეტყოდათ? აი რას გეტყოდათ? მანიპულაციები. გეტყოდათ იმას, რომ ჩემი მანიპულაციებით
მოხდა ეს ყველაფერია. ეს ადამიანი თუმცა ოქროს ხელებაა. ამ ადამიანმა ხელი რასაც არ უნდა მოკიდოს, ყველაფერი გამოსდის. კი, თუ კი მოინდომებს ყველაფერს აკეთებს. ეხლა მე ბევრი მწეველებიც მიყურებთ. შეიძლება თქვენი პარტნიორიც ეწეოდეს, მწეველი იყოს. ხო. დროს ტარება შეიძლება უყვარდეს. შეიძლება ეხლა სვამდეს. შეიძლება წამლებს სვამდეს. არ ვიცი ხა მეგობრებო, ბევრი ხართ, თქვენი პოზიცია აიღეთ. მე არ ვიცი ახლა, ხო. რას გეტყოდათ? გეტყოდათ იმას, რომ ძალიან დაიღალა. გეტყოდათ იმას, რომ თქვენთან ცხრიანების მონეტა უნდა და ცხრიანების თასები, ეტლი, მეგობრებო, გეტყოდათ იმას, რომ თქვენთან ამ ადამიანს მომავალი უნდა. თქვენთან ერთად ცხოვრების გაგრძელება უნდა. ძალიან ბევრი სურვილი აქვს თქვენთან დაკავშირებით. ეხლა მე არ ვიცი რამდენს გჯერავთ, რასაც ვამბობ, მაგრამ მას ესე უნდა. ხო, ეს ადამიანი ორიანებთან კავშირშია. შეიძლება ყავდეს ორი მანქანა, ორი სახლი კონდეს, ორიანებთან დაბადების წელი თვე და რიცხვი. შეიძლება ყავდეს ორი პარტნიორი, ან ყავდა ორი პარტნიორი. შეიძლება კონდეს ორი ტელეფონი და ორი ნომერი. რაღაც მსგავსი გაორება კონდეს შეიძლება, ესეც შეიძლება იყოს მეგობრებო. ხო. ორი ცოლი, ორი შვილია. ხო, ნუ ეს ახლა თქვენი პოზიცია, ეს თვითონ ეს ეტლის სურათი, ჩემი თვალსაზრისით ამას ნიშნავს. ვისთან რა და ვისთან რა, ხო, ორიანებთან კავშირშია, დაბადების წელი თვე და რიცხვი. შეიძლება მისამართის ნომერში ეწეროს ორიანები. მეგობრებო, თქვენი ცხოვრების დალაგებას ეხლა მე აქ 1 და 5 კითხვით ნუ მომთხოვთ, ძალიან გთხოვთ. არ მაქვს კითხვებზე პასუხები, მეგობრებო. არ მაქვს კითხვებზე პასუხები, საჯაროა. კითხვებზე პასუხებით მუშაობს სხვები, მე არ ვმუშაობ, მეგობრებო, ასე რომ. ხო. არ ვპასუხობ არავის, სად დამინახე რომ ვინმეს ვუპასუხე, ძალიან გთხოვ. სად დაინახე რომ ვინმეს ვუპასუხე, აბა? რას გადაწყვიტავს? რას გადაწყვიტავს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? მეგობრებო, ამ ადამიანიდან მიიღებთ ოფიციალურად წერილს, მინდა გითხრათ. თქვენ მიიღებთ ოფიციალურ წერილს. ოფიციალურად მოგწერთ წერილს. ამ წერილში შეიძლება იყოს აქ ჩამოთვლილი სიტუაცია, რომ ამ ადამიანს თქვენთან ბედნიერება და ცხოვრების გაგრძელება უნდა და კიდევ შეიძლება ეწეროს ესეთი რაღაცა, რომ ძალიან ეშინია თქვენი დაკარგვის. ნუ, ანუ ეშინია შეიძლება ეხლა ცოტა ისეთი ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მიხვდებით თქვენ მის მოწერილ წერილში, რაც იქნება ნაგულისხმები. ხო, ამ ადამიანს თითქოს უნდა რომ წარსული ტკივილების დავიწყება. ხო, ამ ადამიანს უნდა წარსული ტკივილების დავიწყება, რაც იყო ის ცუდი რაღაცები, ამის დავიწყება უნდა. კიდევ და ახალის დაწყება უნდა თქვენთან ერთად, მეგობრებო. ხო, მაგრამ აი თქვენ. მინდა გითხრათ. აი თქვენ. ბევრს თქვენთაგას უკვე აღარ უნდა. მინდა თუ არ მინდა, აი ესე ხართ. მინდა თუ არ მინდა. ამ ადამიანს უნდა, მაგრამ კითხეთ თქვენ საკუთარ თავს, თქვენ გინდათ? მეგობრებო. თქვენ თუ გინდათ? ხო, აი მაგაშია საქმე. გიღირთ? ხო, აი მაგაა საქმე ზუსტად. გიღირთ ახლის დაწყება? ამ ადამიანს უნდა, კი. აგერ ამბობს კიდევაც რომ იმუშავებს ამ ურთიერთობაზე, მაგრამ თქვენ თუ გინდათ? რჩება თქვენ.
მოდით რას გირჩევთ ამ სიტუაციაში ტარო? რას გირჩევთ ტარო? ეს ჩავაბრუნე და მაინც ამოვიდა. პაუზა. ტარო გირჩევთ რომ შეჩერდით, გაჩერდით, დამშვიდით, დაწყნარდით, დაპაუზდით. ხო, დავით, მანდ ვართ. მაგრამ ერთი წუთით მეგობრებო და გავაგრძელებ. უბრალოდ ეს პაზლები მოკლედ ხო ნერვებს მიშლის. აჰა, უფალს მადლობა. ხო, უყუროთ ახლა რას ამბობს. ტარო რას გირჩევთ? დამშვიდდით, დაწყნარდით, ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეს პოზიცია მოირგეთ. ხო, ამ ყველაფერს უნდა შეხედოთ ცოტა გვერდიდან. ამას ამბობს კარტი. კიდევ რა? თქვენ რჩევა. ხო. ერთი წუთით მეგობრებო, ბარემ ჩავათავო. მეგობრებო, უყურეთ ახლა რა ბოლო ორი კარტი. ბოლო ორი კარტი. განახლება, გაგრძელება, დაწყება და კიდევ სცადეთო. შეხედეთ ამ ყველაფერს შორიდან. არც კი უთხრათ, არც არა უთხრათ ამ ადამიანს. კარტი არ გეუბნებათ, ტარო არ გეუბნებათ იმას, რომ ან ხელი ჰკარი და დააპანჩურე, ან ხელები გაშალე და სად იყავი აქამდე შენი ჭირი მე შენ გენაცვალეო. არც ერთი გააკეთოთ და არც მეორე მეგობრებო. დამშვიდდით, დაწყნარდით, დაბალანსდით და აცადეთ ამ ადამიანს. ხო. დაინახავთ ყველაფერს დაინახავთ თქვენ თვითონ. ღირს თუ არ ღირს ამ ურთიერთობის გაგრძელება. ხო. თუმცა თქვენი რჩევაში ამოდის ის, რომ ცოტა დამშვიდდით, დაწყნარდით და მერე გადახედავთ და თუ გიღირთ, შეგიძლიათ კიდევ სცადოთ. თუ შეგიძლიათ ამ ყველაფრის პატიება ადამიანისთვის და თქვენ ამას შეძლებთ, საკუთარ თავს უნდა გკითხოთ, შეძლებთ იმ ყველაფრის პატიებას და დავიწყებას, რაც გქონდათ. მე არ ვიცი ხა თქვენ რა გქონდათ, ხო? მე ხო არ ვიცი. თქვენ იცით მარტო რა გქონდათ. შეგიძლიათ ამ ყველაფრის პატიება? ამ ყველაფრის დავიწყება შეგიძლიათ? თუ შეგიძლიათ სცადოთ. ხო. თუ არ შეგიძლიათ, აზრი არა აქვს მეგობრებო. მერე ყოველთვის ძახილი და მერე საკუთარ თავს რო უფრო უარესად არ დატანჯოთ, რომ ეს რატო გავაკეთეო, შეიძლება ზოგიერთებმა საკუთარ თავს ვერ აპატიოთ. ის რომ რატომ მიიღეთ ეს ადამიანი ისევ უკან. ხო ვიცოდი რომ ისევ ასეთი იქნებოდა და აი ამას მერე ვერ მოინანიებთ, ვერ მოინელებთ და თუ ეს შეგიძლიათ, კი ბატონო. ხო, დანარჩენი არ ვიცი. დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია მეგობრებო. ამიტომ არ იჩქაროთ. არც კის თქმა და არც უარის თქმა. უბრალოდ ტარო გეუბნებათ, რომ შეხედეთ გვერდიდან. დამკვირვებლის როლი მოირგეთ მეგობრებო. ხო. ისე რა მაგის პასუხია და ძალიან მინდა ვკითხო ახლა მე ტაროს. უბრალოდ თქვენი ურთიერთობა თუ დალაგდება. აი სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობა მეგობრებო. სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობა. უბრალოდ მინდა ვკითხო. ხედავთ ხო? განოლება, ეს არის განოლება. სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობა. განოლება, მერე კიდევ რას გვეტყვის? სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობის გაგრძელება მეგობრებო. უბრალოდ არ მინდა რომ ერთი და იგივე შინაარსი მომაწოდოს
დასტა თქვენი ურთიერთობის მოკლედ მეგობრებო, ნახეთ რას ამბობს. საკუთარი თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ სიტუაცია, თქვენი ურთიერთობის გაგრძელება. ანუ თქვენ როგორც გინდათ, ისე იქნება. კი, ნახეთ, ოჯახის შექმნამდე შეგიძლია მიხვიდეთ. ხო, შეიძლება, შესაძლებელი არის კი. სამყაროს თვალით დანაკი მეგობრებო, სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობა. ნუ მე არ ვიცი ახლა ეს საჯაროა, ძალიან გთხოვთ, გავითვალისწინოთ. ვისთან როგორ და ვისთან როგორ. ვინ როგორ გადაწყვიტავს კიდე ამ ყველაფერს და ვინ როგორ მიიღებს ამ სიტუაციას. ყველა ინდივიდუალურები ვართ მეგობრებო. აი საქმეც მაგაშია დაბრკოლებები როა. იდეალური ურთიერთობა არსად არაა. თუ ყველაფერს საკუთარ თავზე აიღებთ პასუხისმგებლობას, ყველაფრის და ყველაფერზე, იმ ოჯახის, იმის ყველაფერი გამოგივათ. ხო. ამას ამბობს ეხლა უყურეთ მეგობრებო. უბრალოდ ეხლა შეხედეთ. ეს ადამიანი მოდის. იცოდეთ რომ მოდის. მაგრამ მოდის ერთია, მაგრამ უყურეთ ეხლა. ეს ადამიანი გეუბნებით სხვაობაა თქვენ შორის. ხო, მნიშვნელოვან ამბავს გაიგებთ ამიდან კი. იქ გვაჩვენა რომ უნდა პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ შეხედეთ რა ხდება მეგობრებო. პასუხისმგებლობის აღება იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი შეიძლება გაიზარდა უკვე. რომ დაღვინდა უკვე. აი კვერთხების პაჟი, რა ვთქვა, მაგრამ ხო, ეხლა ამ ადამიანს თლათ მასეც არ ვიცი ახლა თუ ენდობით. ეხლა უყურეთ, ეს ხართ თქვენ და ესაა თვითონ. ეხლა სხვაობას მე მგონი ხედავთ. ხო და ზოგიერთების შემთხვევაში ეს სიტუაცია, თუმცა ოჯახის შექმნა შეიძლება კი სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობის მომავალი არის ოჯახი და სურვილების ასრულება. კი ბატონო, კითხვაზე პასუხია კი. ხო. შეიძლება შეხედო ადამიანს იყოს ასაკოვანი, ხო, ყველანაირად შეხედავ და ამ დროს არის ბავშურის აქციელით მეგობრები, ახლა უბრალოდ თქვენი პოზიცია აიღეთ, რომელია თქვენთან უფრო ახლოს. რაც მოვა თქვენთან მოვა, რაც არ მოვა და თქვენი სიტუაცია არა, გაუშვით, ამას ვამბობ და ვიმეორებ სულ. ამაზე არი ნერვიულოთ, მაგრამ მორიელს რაღაცნაირად წეღან ეტყობა ნერვებმა უტყუნა. ხო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. ესეთ იყო ჩვენი დღევანდელი ტაროს ინფორმაცია. ეხლა მინდა მე გადავიდე ასტრაბარათებზე. მაგრამ ვაი რომ ეს კალბოტკებიანი უნდა ავიღო. ელასტიკებიანი აღარ გვინდა კალბოტკებიანზე გადავედით მეგობრებო. ნუ რა გავაკეთო? ხო, ენა მეკაჩება და ნუ რა ვქნა. მოდი ახლა ვკითხოთ მეგობრებო, თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს. რატომ არ მოგილოცათ რა იყო ხელი შემშლელი ფაქტორი? რატომ არ გამოვიდა კონტაქტზე? ხო, რატომ არ დაგირეკათ, რატომ არ მოგწერათ, რატომ არ გინახულათ, რატომ არ გაჩუქათ საჩუქრები? ხო. ეს არის ძალიან ნიჭიერი და აი უნიჭიერესი ადამიანის სურათი მეგობრებო. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი უნიჭო არა, უნიჭიერესია, ძალიან ჭკვიანია. ჭკვიანია იცით რა დონეზე, უმაღლეს დონეზე, მინდა გითხრათ. ძალიან ძლიერია, მინდა გითხრათ. უმაღლეს დონეზე, ძლიერია და ჭკვიანია, უჭკვიანესია. მაგრამ სათავისოდ მინდა გითხრათ. ეს ადამიანი ჭკვიანია, სულელიაო ვერ იტყვი, უჭკუაო ვერ იტყვი, არა.
ეს ადამიანი ძალიან ძლიერი. ამ ადამიანს აქვს რაღაც თავისებური გამარჯვებები. ცხოვრებისეული გამარჯვებები აქვს, მეგობრებო. მიღწევები აქვს. თუ სპორტსმენია, მიღწევები აქვს. თუ თამადაა, დალევა უყვარს, საუკეთესო სადღეგრძელოები იცის. ხო და სად ვუკაკუნებ ხო ხედავთ, მეგობრებო? ხო, ისე მორიელ თამადობა შენზე იყო დღეს. ხო, რა თქმა უნდა. ამ ადამიანს ეს ადამიანი რაღაცებს აკეთებს კი, ნახეთ? ძალიან ნიჭიერია. ამ ადამიანს ცდების ჩატარება უყვარს, როგორც ჩანს. ხო. ამ ადამიანს ცდების ჩატარება უყვარს, როგორც ჩანს. რაღაცებს აკეთებს. ხო, უყურეთ კიდევ რას აკეთებს, ახლა როგორი შინაარსი მომდის. ხაფანგის დაგებაც უყვარს, როგორც ჩანს. ხო. გამულხარ ჩიტომა ხეშიო რო ნათქვამი. ხო. მაღალ ფარდოვანი სიტყვებით იცის კი. ნუ ეხა უცებ მეგობრებო ინფორმაცია რას მომდის, ის უნდა ვთქვა. ხო, ხაფანგის დადობაც იცის. მიზანს მიზანში აჯენს. შეიძლება სროლაც იყოს, იცოდეს კარგად. შეიძლება იყოს მშვილდოსანი. ზოგიერთები ხა ზოდიაქოს არ გავეკიდოთ, მაგრამ ხო. აქ რადგან მშვილდია, მშვილდოსანი შეიძლება იყოს ადამიანი. ხო, მოკლედ ცდებს ატარებს ეს ადამიანი. კიდევ რას გეტყვით? რატომ არ ხო რაღაცა საქმიანობით იყო დაკავებული? ხო, აი ნახეთ მეგობრებო, თითქოს რაღაცა წერა და წაშალა. გადაფხიკა და გემეხავ. აგიდე ემართა მეგობრებო. წერა და წაშალა. ლენჩი. მაპატიეთ. მებოდიში მეგობრებო. ხო, აი მებოდიში. ლენჩის ისე მოფერებით ვამბობ. თორემ ისე გაბრაზებით სხვანაირადაც ვიცი. ხო, ლენჩი უფრო მოფერებით. ხო, ლენჩი. რატომ არ მოგილოცათ? გუშინდელი დღე, ვერმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა. აცოდავი მისი დღე. ლოცვებს კითხულობდა. რაღაცას აკეთებდა მეგობრებო ეს ადამიანი. თავისთვის იყო ნაჭუჭში. ნახეთ? თავისთვის იყო. შეიძლება წიგნს კითხულობდა, ლოცვებს კითხულობდა, წერდა, მოსემ კითხველობდა. რა ვიცი? ვინ რას აკეთებდა და ვინ რას. შეიძლება საზღვრებს იცავდა. დაცვის თანამშრომელი თუ არ ვიცი, ხო? არ სწამს ეს დღე, რაც მისი არა. არც მე არა მიღენიშნია მეგობრებო. არც არავის მოულოცია და არც არავისთვის მიმილოცია მე. არაუშავს, ყოველი დღე ვალენტინია, როდესაც კარგად ხართ. ამით არ მთავრდება ცხოვრება. არ ყოფილა ვალენტინი ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ დავიბადეთ. ხო. გავჩდით რაცხანაირად. მოვევლინე და ქვეყანას. თუმცა ნახეთ რას ამბობს მეგობრებო, სასწაული. აი მეგობრებო, ნახეთ უბრალოდ ეს ადამიანი შორიდან გიყურებდათ. ეს ადამიანი შორიდან გაკვირდებოდათ. გაკვირდებოდათ და ოცნებობდა თქვენზე. ხო, უყურეთ ახლა. ოცნებობდა თქვენზე. მე ამბობს იმას, რომ აქ ორმხრივი სიყვარულიაო. მე აქ მაჩვენებს მეგობრებო ორმხრივ გრძნობას. მხოლოდ თქვენ არ გიყვართ, ან მხოლოდ მას არ უყვარხართ. ორივეს გიყვართ ერთმანეთი. ამას ამბობს. ხო, სიყვარული რახილი არ იცის, მაგრამ ახლა რო ვერ ხდება ადამიანი ახლა, ნუ რა ქნას. ამ ადამიანს სიყვარულზე არ უნდა ალაპარაკო.
ამ ადამიანს სიყვარული არ შეეკითხოთ. უყვარს, როგორ არ უყვარს მეგობრებო, მაგრამ გამომიჟღავნება არ იცის. როგორ მოიქცეს არ იცის, ზოგადად არ დაავალოთ სიყვარული ამ ადამიანს. ხო. და მერე ეჩხუბება საკუთარ თავს. აგერ, ასე ჭუბობს. ხელებით გიმტკიცებთ რაღაცას, რატო ვერ შეგაგნებიე? თქვათ რომ მიყვარხარო, ესე გეჭხუბებათ მეგობრებო. ხო. ხელებით გიმტკიცებთ რომ მიყვარხარო, თუ რატო ვერ გაგნებინებ, რატო ვერ შეგაგნებინეო? აი ხელებით გეჭხუბებათ მეგობრებო. ლეიჩი. ხო, კიდევ ერთი ბარათი მეგობრებო, ერთს ამოვიღებ კიდე. მისი ჭირი მეთქვა. ამ ადამიანს მეგობრებო, მინდა გითხრათ, გამოკვლეული აქვს დოსკანალნა ყველაფერი რო იტყვიან. ხო, დოსკანალნა ეს ადამიანი იკვლევს თქვენს ურთიერთობას. ზოგადად თავის ცხოვრებას იკვლევს. რა მოხდა, როგორ მოხდა. ნახეთ, ნუმეროლოგია, ხელზე მკითხაობა, ტაროლოგია და კარტები. ეს ადამიანი იკვლევს თავის ცხოვრებას, თუნდაც თქვენთან დაკავშირებით. თუ როგორ წავა თქვენი ურთიერთობა, რა გამოვა თქვენი ურთიერთობიდან, სად რა შეიძლება შეიცვალოს, რა დროს შეიცვალოს, დედას გეფიცებით მეგობრებო. აი, როგორც ზის და კითხულობს, ნახეთ? როგორ ეძებს ყველაფერს ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით. აი ხო გეუბნებით, უჭკვიანესი ადამიანია, უჭკვიანესი ტიპია, არაა ისეთი, ძალიან ჭკვიანია. გონზე მოსულა კი და გილოცავთ მეგობრებო. გილოცავთ. მართლაც მოსულა გონზე. კი. მაგთან კი არ დადის. აი მაგის სურათი ხო არ ამოსულა აქ. მაგთან კი არ დადის. ნუმეროლოგიაში იკვლევს ყველაფერს მეგობრებო ეს ადამიანი. ხო. სასწაული. თავის გზა კვალს იკვლევს. გამელოდდა ეს. კი. სხვათა შორის ჭაღარაც აქვს. დაბრძენდაო რო იტყვიან დედა წელი. დაბრძენდა მეგობრებო კი. სხვათა შორის გაგიკვირდებათ, თუ კი მოვა ეს ადამიანი თქვენამდე და მე ვხედავ რომ მოვა, შეიძლება გაგიკვირდეთ, ისეთი შეცვლილი იქნება. ასე რომ კიდევ დამამტკნა რა, მეგობრებო ძალიან დიდი თვალი გაქვთ. თვალი გაქვთ კი. დღევანდელ ჩვენს ლაივს რა ქვია არ ვიცი, მაგრამ რამეს მოვიფიქრებ მეგობრებო. შესაბამისად რაიმეს მოვიფიქრებ. მინდა ეხლა რადგან არ მოგილოცათ ვალენტინობა, როდის გამოვა კონტაქტზე ეს ვკითხოთ მეგობრებო. ჩაიფიქრეთ პარტნიორი და გავარკვიოთ ეხლა. გავარკვიოთ მეგობრებო, რა დროის ვადაში გამოვა კონტაქტზე თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. ერთი წუთით მეგობრებო. რა დროის ვადაში გადმოდგამს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. ნაბიჯებს, მოდი იყოს ორი ვარიანტი. ერთი, ორი. მოდი ახლა რა დავადოთ ჩვენ ამას. ერთი წუთით მეგობრებო. ერთი წუთით ძვირფასება.
პირველი იყვეს თეთრი, მეორე იყვეს შავი. დახვიჭეთ თვალები ჩემო ძვირფასებო, დახვიჭეთ თვალები. ჩაიფიქრეთ სურვილი, რა დროის ვადაში გადმოდგამს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი კონკრეტულად ნაბიჯებს და თვალებს როდესაც გაახელთ, რომელიც დაგიძახებთ, აი იმასთან მიიტანეთ თითი და გაუშვით თქვენი კითხვა იმ ბარათთან. იმედია მოასწარით, მოახერხეთ, ჩაიფიქრეთ და მოდი ვნახოთ ახლა პირველი თეთრი ვინც აირჩიეთ რა დროის ვადაში გამოვა კონტაქტზე თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. ამას დააგვიანდება ამ საწოდავს. არ ვიცი რა სიტუაცია აქვს, მაგრამ დააგვიანდება მეგობრებო. კატეგორიული უარი გვითხრა უცებ. ხა. ნუ რა ვქნათ. თლად ბოლომდეც მეგობრებო, ხა არ განაღვლიანდეთ. ალბათ ასეა საჭირო. ვინც ჩაიფიქრა შავი. თქვენი პასუხია რამდენიმე დღეში გადმოდგამს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი ნაბიჯებს, ასე რომ ჩემო ძვირფასებო, არც ამაზე ინერვიულოთ, არც იმაზე ინერვიულოთ, არაფერზე არ ინერვიულოთ, ასე რომ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ამით არ იწყება და არ მთავრდება ყველაფერი. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. ეხლა რაც დაგპირდით. ხო, დაგპირდით შელოცვა. ხო, ეხლა დაგპირდით შელოცვა მეგობრებო. ხო და ეხლა დაჯექით ლამაზად და აი როგორც შემიძლია, აი ისე ჩემო ძვირფასებო. ხო, აი როგორც შემიძლია, აი ისე. მეგობრებო, ეხლა მინდა ესე თქვენთან ერთად მე მოდი შეგილოცავთ ეხლა მე თქვენ. შეგილოცავთ მეგობრებო. ხო, ეხლა არაფერზე არ იფიქროთ, განთავისუფლდით ამ ყველაფრიდან და მოდუნდით და რასაც გავიმეორებ, როგორც გამომივა, ისე ვიტყვი სამჯერ. სახელისა ძისა, მამისა ღვთისა, ლოცვა ნათვალებისა. მეგილოცავ თვალისა, თვალისა, თვალზე მოლისა, კაცისა, ქალისა, გოგოსა, ბიჭისა, შინაურისა, გარეულისა, თეთრფერვანისა, შავგრემანისა. მოდიოდა შავი წყალი, მას მოქონდა შავი ღვემი, აქეთ გავწიე, იქეთ გავწიე, აი როგორც მახსოვს მეგობრებო. ხო, მერე კიდევ რას ამბობდა, ეს არის ძალიან დიდი ხნის უკან ნასწავლი ლოცვა, უბრალოდ ერთი უნდა ჩამოვწერო. მოდი თავიდან დავიწყებ. მეგილოცავ თვალისა, თვალისა, თვალზე მოლისა, კაცისა, ქალისა, გოგოსა, ბიჭისა, შინაურისა, გარეულისა, თეთრფერვანისა, შავგრემანისა. მოდიოდა შავი წყალიო, მას მოქონდა შავი ღვენიო, დედაო ღვთისაო. ღმერთო, აი არ მახსოვს მეგობრებო, დედაო ღვთისაო. ავი თვალი შემხედავს, თვალთან ნაცარი გულთა ლახვარი, დეეფსოს მისი ორივე თვალი, შენ კი გეწეროს შენი პატიოსანი ჯვარი. მეგილოცავ თვალისა, თვალისა, თვალზე მოლისა, კაცისა, ქალისა, გოგოსა, ბიჭისა, შინაურისა, გარეულისა, თეთრფერვანისა, შავგრემანისა. მოდიოდა შავი წყალი, მას მიქონდა შავი ღვემი, დედაო მარიამ, დედაო ღვთისაო. ავი თვალი შემხედავს, თვალთან ნაცარი გულთა ლახვარი, დაეფსოს მისი ორივე თვალი, შენ კი გეწეროს შენი პატიოსანი ჯვარი.
სახელისაც ისა მამისა ღვთისა მიგილოცა თვალისა თვალისა თვალცემულისა კაცისა ქალისა გოგოსა ბიჭისა შინაურისა გარეულისა თეთრფერვანისა შავგრემანისა მოდიოდა შავი წყალი მას მოკონდა შავი ღვემი დედაო ღვთისა ავითვალე შენ ხედავს თვალთა ნაცარი გულთა ლახვარი დაეფსოს მისი ორივე თვალი შენ კი გეწეროს შენი პატიოსანი ჯვარი მოკლედ ჩემო მეგობრებო ეხლა რაც შეგიძლიათ არის ის რომ გადაიწეროთ პირჯვარი და ეს იყო და ეს მოკლედ ესეთ იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი მინდა მშვიდობიანი ღამე გისურვოთ ყველას უღრმესი მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო არაფერზე არ ინერვიულოთ არაფერზე არ იდარდოთ ყველაფერი იქნება ისე როგორც ჩვენ გჭირდება ამიტომ ამათ არ ღირს მე მინდა ბედნიერი დილის გათენება გისურვოთ ბედნიერი კვირის დასაწყისი ორშაბათი დღე დაიყოფილიყოს წარმატებული და სიკეთის მომტანი მოკლედ გემშვიდობებით და გელოდებით კომენტარებში უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს ჩემო ძვირფასებო ძალიან გაფასებთ ძალიან მიყვარხართ და დროებით